აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროსთან სატვირთო გემი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებისთვის განკუთვნილი რეაქტიული საწვავის ტანკერ შეეჯახა. ორივე გემს ცეცხლი წაეკიდა. საწვავი ჩრდილოეთის ზღვაში ჩაიღვარა. გემის კაპიტნის განცხადებით ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი დაკარგული იყო, თუმცა მოგვიანებით ყველა იპოვეს და გადაარჩინეს. შეჯახების შემდეგ დაიწყო საგანგებო სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ნავები, სანაპირო დაცვის ავიაცია და კომერციული სამაშველო ჯგუფები იყვნენ ჩართული. ორივე გემზე უნდა ყოფილიყო მაღალი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც შეაფასებდა შეჯახების რისკს და ეკიპაჟს წინასწარ გააფრთხილებდა. გარდა ამისა, ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან მუდმივად აკონტროლონ ეს სისტემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც არასწორად მოხდა. ნისლიან ამინჩი მორიგეობით მეთვალყურეობა სტანდარტული პრაქტიკაა სავაჭრო გემებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით სატვირთო გემის ეკიპაჟმა სავარაუდოდ არ დაიცვა საერთაშორისო საზღვაო რეგულაციები და სათანადოდ არ გააკონტროლა გემის მოძრაობა. მეცნიერების შეფასებით ინციდენტს გარემოზე დიდი გავლენა არ ექნება.